ოცნების პოლიტიკური პატიმარი ელენე ხოშტარია ციხიდან ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ კამპანიას იწყებს. ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში აქვეყნებს განცხადებას და ამბობს, რომ ამის საშუალებას ეუთოს მოსკოვის მექანიზმით გათვალისწინებული მექანიზმები აძლევს. ელენე ხოშტარია, რომელიც რუსთაველზე აქციაზე დაკავების შემდეგ წინასწარი დაკავების იზოლატორში იძულებით გაშიშვლების შესახებ ყვებოდა, ახლა მოუწოდებს ყველას, ვისაც მსგავსი რამ გამოუცდია, ამის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს პარტია დროას, რომელიც საერთაშორისო სასამართლოებში წარმოებას დაიწყებს. ელენე ხოშტარია უკვე 6 თვეა პატიმრობაშია ბანერის საქმის გამო, რომლის თანახმადაც კახა კალაძის საარჩევნო ბანერზე წარწერის გაკეთებას ედავებიან. მის ამ საქმეზე განაჩენის შესაძლოა უკვე ხვალ გამოცხადდეს. ნატალი ჯახუტაშვილი მოგვიყვება ვრცლად ელენე ხოშტარიას ინიციატივის შესახებ. ელენე ხოშტარია ციხიდან აუცელებს საგანგებო განცხადებას, სადაც აცხადებს, რომ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა ქართული ოცნება დაისაჯოს და სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს ივანიშვილის რეჟიმს ჩადენილი დანაშაულებისთვის. ელენე ხოშტარია იხსენებს მისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტს, როდესაც ის დაკავების შემდეგ იზოლატორში უკანონოდ გააშიშვლეს და ამბობს, რომ ის არ არის ერთადერთი ქალი საქართველოში, ვისი უფლებებით ილახება, ვიზეთ ძალადობს რეჟიმი. აქედან გამომდინარე დროას ინიციატივით შეიქმნა იურისტთა ჯგუფი, რომელიც სამართლებრივ დახმარებას გაუწევს ამ ადამიანებს, ასევე ამოქმედდა უკვე ცხელი ხაზი დაზარალებულ მოქალაქეებს შეუძლიათ, რომ მითითებულ ნომერზე დარეკონ და საკუთარი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ ადვოკატებს. ამის შემდეგ კი ეს საქმეები უკვე გადაეგზავნება გაეროს სპეციალურ მომხსენებელს. ასევე დროას ერთ-ერთი ლიდერი საუბრობს ამ წერილში მოსკოვის მექანიზმის მნიშვნელობაზე, აცხადებს, რომ ეს არის ძალიან მძლავრი ინსტრუმენტი და გამოქვეყნებული უმძიმესი ანგარიში იძლევა იმის საშუალებას, რომ მოქმედებაზე გადავიდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები. როგორც დროებითი მოთავსების იზოლატორში ძალადობრივი გზით გაშიშვლებისა და ღირსების შემლახველი მოპყრობის მსხვერპლი ვიწყებ დოკუმენტში მოყვანილი ყველა მექანიზმის გამოყენება სწორედ ამ პრაქტიკასთან დაკავშირებით. ყველამ ვიცით, რომ მსგავსი ძალადობა ჩემს გარდა ბევრმა ადამიანმა გამოსცადა საკუთარ თავზე. დოკუმენტი იძლევა სხვადასხვა საერთაშორისო მექანიზმისა და სამართლებრივი პროცედურების გამოყენების საშუალებას. ბუნებრივია, ჩემი ამოცანაა არა უბრალოდ ჩემს შემთხვევაზე მუშაობა, არამედ ამ პრაქტიკის ყველა სხვა მსხვერპლის ორგანიზება და თითოეული მოძალადის პასუხისგებაში მიცემა. აქვე ხაზს უსვამ, რომ ჩემზე ძალადობისთვის სპეციალურად გამოიძახეს პოლიციელი და გაშიშვლების ძალადობრივი ოპერაცია მიმდინარეობდა სატელეფონო კომუნიკაციით გაცემული მითითებით. ჩემთვის ყველა მონაწილის გვარი ცნობილია. დადგება როგორც შემსრულებლების, ისე დამკვეთ გადაწყვეტილების მიმღებების პასუხისმგებლობა. ელენეს ინიციატივა, რომ სხვა ადამიანები, ვინც ანალოგიური მოპყრობის მსხვერპლი გახდნენ, მათი რაც შეიძლება მეტი ფაქტის დოკუმენტირება მოხდეს და გაეგზავნოს შესაბამის საერთაშორისო ინსტანციებს, რაც რა თქმა უნდა გაამყარებს საერთაშორისო სამართლებრივ კონტექსტს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც ადამიანებს სისტემურად აწამებენ და საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა გააკეთოს რაც შეიძლება მეტი იმისთვის, რომ ეს რეჟიმი შევიწროდეს ერთი მხრივ და მეორე მხრივ. დროებითი მოთავსების იზოლატორებში ღირსების შემლახავი მოპყრობა არის სინამდვილეში ამ სისტემური წამების პოლიტიკის ნაწილი და ამ მიმართულებითაც საქმეების დოკუმენტირება არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოსკოვის მექანიზმი არის განაჩენი ხელისუფლებისთვის, საერთაშორისო დონეზე გამყარებული განაჩენი, რომ ეს ხელისუფლება არის ადამიანების მწამებელი, რომ ეს ხელისუფლება არის მოძალადე, რომ ამ ხელისუფლებას მიტაცებული აქვს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და ამ ქვეყანაში ვერ იპოვის სამართალს. აქედან გამომდინარე ეს ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია. საზოგადოების მოტყუება იქნება, რომ ვთქვა, რომ არსებობს იძულების რაიმე საშუალება, რომ რეჟიმმა ეს შეასრულოს. ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ, ქართულმა ხალხმა, რაც მათ ელეგიტიმაციას თქვათ მოახდენს საერთაშორისო ასპარეზზე, დაეხმარება ქართულ ხალხს, რომ უფრო სწრაფად გამოცვალოს რეჟიმი. ასეთ უპრეცედენტო დასკვნა არა თუ შესაძლებლობისთვის, არამედ გარდაუვალი გახლავთ, რომ კონკრეტული საერთაშორისო სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, ეს იქნება გამოხატული სანქციების სახით, მათ შორის კონკრეტული ადამიანები სხვადასხვა ტრიბუნალების წინაშე წარდგნენ, თუმცა ამას რა თქმა უნდა აქვს პრინციპული მნიშვნელობა იმ მხრივ, რომ ივანიშვილის რეჟიმი არის შესული ღრმა-იზოლაციაში და მისი წარმომადგენელი კონკრეტული ადამიანები არიან ძალიან დიდი ასე ტვირთის მატარებლები. თუმცა ქართული ხალხისთვის ეს ასევე გახლავთ კიდევ ერთი სერიოზული მიზეზი იმისთვის, რომ მალე მოახდინოს სისტემის დემონტაჟი. იმიტომ რომ ასეთი ტიპის იზოლირებული კრიმინალური
კრიმინალური რეჟიმი ქვეყანისთვის რას უდრის მომავალში, ეს უკვე გასაგები არის ალბათ თითოეული მოქალაქის. ოპოზიციური პარტიები თანხმდებიან, რომ მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში გამოქვეყნებული ანგარიში არის განაჩენი რეჟიმისთვის. ისინი აცხადებენ, რომ დგამენ პროაქტიულ ნაბიჯებს იმისათვის, რომ ეს უმძიმესი ანგარიში ფარატინა ქაღალდათ არ დარჩეს, აქვთ ყოველდღიური შეხვედრები და მათ შორის მუდმივი კომუნიკაცია დასავლელ პარტნიორებთან.